მინდა ვთქვა, რომ ხელისუფლებასთან სანამ ისინი მოვიდოდნენ ხელისუფლებაში, მანამდე მეგობრობდი, მიშა სააკაშვილის გარდა თითქმის ყველა პიროვნებას ვიცნობდი. დაწყებული ოქროაშვილით, ეს იყო პირველი ადამიანი, რომელიც თავის იურიდიული კომპანიით მოსახურებას ვიწევდა, ამის შემდეგ ოქროაშვილის შემდეგ დავიცანი სამი თავიანთი სამეგობრო წრე, ძალიან ვახლობლობდი ზურაბ ადეიშვილთან, კოტე კუბლაშვილთან, ასევე მერაბიშვილთან, თარგამ აძეგებისთან. მე არ ვცდილობდი ხელისუფლებასთან სიახლოვით რაღაც პრივილეგიები მიმიღო, უბრალოდ ამ ისტორიას ვერ გავიქცევით, იმიტომ რომ ამ ხალხს სანამ ვარდების რევოლუცია მოხდებოდა, მანამდე დიდი ხნით ადრე ვიცნობდი და ძალიან ახლოს. ქიბარ ხალვაში, პირადი მონაცემები, ბიზნესმენი, ინჟინერ-მშენებელი. მისი კომპანია არტი, რომელიც შეფასებული იყო $25 მილიონ 1996 წელს, გახდა Procter & Gamble-ის ოფიციალური დისტრიბუტორი. მას ეკუთვნოდა 10 მილიონიანი International Building Company-ის, იგივე IBC-ის 25%. 6 მილიონად შეფასებული ШПС ლივოს 60%. ვარდების რევოლუციის შემდეგ მას ეკუთვნოდა ტელეკომპანია როსტავი 2. 2007 წელს პოლიტიკური დევნის გამო დატოვა საქართველო. 2008 წლის 15 იანვარს გერმანიის მთავრობამ მას პოლიტიკური დევნილის სტატუსი მიანიჭა. როდესაც ხელისუფლებამ უკვე გადაწყვიტა, რომ ოქროაშვილი მათი ოპონენტი იყო, ამიკავშირა კეზერაშვილი და შემომთავაზა, რომ წავიდეთ გორში ობიექტის დასაფლავებლად, გზაზე მეტ სიამოვნებით დავთანხმდით. ფაქტიურად ამ ჩვენს ვიზიტს უკანასვლაზე აღმოჩნდა, სხვა მისია გააჩნდა, კეზერაშვილმა მითხრა, რომ დავკავშირებოდი ოქროაშვილს და მე თქვა მისთვის, რომ ოქროაშვილი შეშვებული იყო ოპოზიციონერობას, ასე ვთქვათ, და არ დასულიყო ოპოზიციაში, არ დაიწყო პარტიული მოძრაობა და სამაგიეროდ მივიღებდით კარტ ბლანშს ბიზნესში, რაც გვინდოდა, იმას გავაკეთებდით. მე ეს კეზერაშვილთან ამ საუბრის შინაარსი ოქროაშვილს გადავეცი, რადგან თხოვა, რომ არ ჩავრეულიყავი პარტიულ და პირად ურთიერთობებში და მითხრა, რომ თვითონ შენ რა თიციან, ჩემი ტელეფონი დამეკავშირდებიან და მე შესაბამის პასუხს გავცემ. ხელისუფლება გრძნობდა, რომ ოქროაშვილი აპირებდა ოპოზიციაში გადასვლას. სექტემბრის 20 რიცხვში, ზუსტად 20 სექტემბერს ისევ მქონდა კეზერაშვილთან შეხვედრა, რომლის შინაარსიც იყო ესეთი. თუ მე ვიქნებოდი ოქროაშვილის მეგობარი და ოპოზიციონერი, მაშინ სახელმწიფო შესაბამის ზომებს გაატარებდა ჩემს წინააღმდეგ. მე ვთხარი, რომ მე აპოლიტიკური ადამიანი ვარ, ამის ერთ-ერთი მამტკიცებლად მოვიყვანე ის, რომ იმ პერიოდამდე ხელისუფლების მხრიდან ძალიან ბევრ თანამდებობაზე მუშაობის შემოთავაზება მქონდა, პლუს მინისტრის თანამდებობასაც თავაზობდნენ. აქედან გამომდინარე, მე ვთხარი პოლიტიკით დაინტერესებული რო ყოფილიყავი, მე ახამდე მივიღებდი ამ გადაწყვეტილებას, როცა თქვენ მეგობრობდით და მქონდა ამის საშუალება და მეორე მე ფინანსურად ზედმეტ დაინტერესებას არ ვითხოვ, არ მაინტერესებს და გავაკეთებ, რაც მე შემიძლია ჩემი ხელით გავაკეთო და შევხვდე. არა მარტო საქართველოში, სხვაგანაც გვეკეთებია ბიზნესი და არც ერთ ხელისუფლებასთან არ ყოფილ ვართ მეგობრობისა და არ ვიცი საჩუქრებითა და ძღვენის მირთმევით რომ გაგვეკეთებინა რამე. მე ეს კეზერაშვილს აუხსენი, მე მითხრა, რომ ეგეთი რამე არ ხდება, ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, ბიზნესი ქვეყანაში დამოუკიდებელი არ არის, აქედან გამომდინარე, ან აქით, ან იქით. მე დამიკავშირდა საქართველოს თავდაცვის იმჟამინდელი მინისტრი ოქროაშვილი და თხოვა, რომ საქართველოში არსებული რესურსების სამშობლო კომპანიების არ იყოს საკმარისი იმისთვის, რა მასშტაბის სამუშაოსაც ისინი აპირებდნენ შესრულებას და იქნებ ჩემი ნაცნობები დამედგინან თურქეთში სამშენებლო კომპანიები, საერთოდ თურქეთი ცნობილი არის სწრაფი მშენებლობის ტექნოლოგიით და მომეძებნა ესეთი კომპანია და ჩამომეყვანა მოწვევით, რომ საქართველოში შეესრულებდნენ თავდაცვის სამინისტროს დაკვრა. ფაქტიურად სახელმწიფოს მხრიდან მოთხოვნა იყო ტენდერის გარეშე გაეკეთებინა ამ სამშენებლო კომპანიას შეესრულებინა სამუშაო. მიზეზი იყო ის, რომ არ იყო გარკვეული სახელმწიფო სტრუქტურები ხელისუფლება იმაში, თუ საშენებას აპირებდნენ. როდესაც დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ
ამ კომპანიას უნდა შეესრულებინა სამუშაო, მე ვთქვი რომ мотиваციის გარეშე ამის შესრულება ძნელია, მე ძალიან მიჭირს სახელმწიფოს შუამავლის როლის თამაში და ერთ-ერთი კომპანიისგან შევისყიდე 25%-იანი წილი, რაც მთავრობამ ხელისუფლებამ გამოიყენა თავიანთი პიარისათვის ოქროაშვილის წინააღმდეგ, თითქოს ოქროაშვილმა თავის მეგობარს გადასცა ტენდერის გარეშე დაკვეთები. ტენდერის გარეშე იყო კეზერაშვილის მიერ გადაცემული ეს დაკვეთები და ასევე ვთქვათ იუსტიციის სამინისტროს მხრიდან. შეუძლებელი იყო ტენდერების გაკეთება იმდენად რამდენადაც ვთქვათ ავიღოთ ესეთი მომენტი. როდესაც დანის ციხის მშენებლობა დაიწყო, გათვლილი ჰქონდათ 3000 პატიმარზე. როდესაც დამთავრდა, ეს უკვე იყო 4000 პატიმარზე. ერთ-ერთ კორპუსში კეთდებოდა სამზარეულო, შემდეგ გადაწყვიტეს რომ სამზარეულო უნდა გაგვეტანა გარეთ ახალი შენობა უნდა დაგვედგა, ეს არ არის უბრალო სამუშაო, აქ ყოველ კამერას სჭირდებოდა იზოლირება, დამცავი არ მირება, იმისათვის რომ კამერებს შორის არ ყოფილიყო კომუნიკაცია. ურთულეს პირობებში ვიმუშავეთ, მიუხედავად ამისა, მე ვთქვი რომ ძალიან სწრაფად და ხარისხენად შესრულდა ეს სამუშაოები. პირადად პრეზიდენტმა გადაუხადა მადლობა, მაგრამ აგვისტოდან დაიწყო პრობლემები, სტურმზე გადავიდა ხელისუფლება, დააპატიმრეს ერთ-ერთი პარტნიორი გოგოა, IBC-ის დირექტორი მეტრეველი, უპატიოსნესი ადამიანია და მშრომელი ადამიანი, რომელიც ასე ვთქვათ, აწამეს და ცოტა არ იყოს თავს თლად ჯანმრთელად ვერ ძნობს მას შემდეგ, რაც ახალაიას ციხეში იმყოფებოდა. შემოწმება შევიდა ჯერ IBC-ში, შემდეგ შევიდა ART-ში და იქვე პრიზაში. ამ კომპანიებში ყველაში შევიდნენ და დაიწყეს აქტების შედგენა. ამ ფინანსური პოლიციის ჯგუფს ხელმძღვანელობდა ბატონი დავით კირკიტაძის ძმა, სახელი არ ვიცი, რომელიც გამოირჩეოდა თავისი უხამსობით, უზრდელობით და აგრესიით. ფინანსური პოლიციის ერთ-ერთი თანამშრომელი გაუპატიურებით დაემუქრა ჩვენი ერთ-ერთი კომპანიის ბუღალტერს, თუ არ მოაწერდა ხელს იმ აქტზე, იმ ჩვენებაზე, რაც დაუდეს ხელის მოსაწერად ამ ხალხს. შემოწმდნენ კომპანიაში ყველა დოკუმენტაცია ჩახარეს მეშოკებში, ბუღალტერული დოკუმენტაცია, ისე იურიდიული დოკუმენტაცია და წაიღეს ფინანსურ პოლიციაში. მალხას ოსაძე, პირადი მონაცემები, ინჟინერ მშენებელი. 2006 წლიდან იყო International Building Company-ის მთავარი ინჟინერი. 2007 წლიდან ამავე კომპანიის დირექტორი. ჩარით შემოვიდნენ როგორც ციხის მშენებლობაზე და წაგვარჩეს ყველაფერი, ასევე გორის სამხედრო ბაზის მშენებლობაზე და ეხლა წაგვარჩეს ყველაფერი. გამოცხადდა ძებნა ქიბარ-ხალვაშზე. გამოცხადდა ძებნა პრიზის დირექტორ ვანო რუაძეზე და მოკლედ ფერი ტერორი ხორციელდება რა ჩვენი კომპანიების მიმართ. ცოტა ხანში დაიჭირეს ქიბარ-ხალვაშის ძმა ნიაზ ხალვაში. სახლში შესვლის წინ ქუჩაში სახლთამისული ვიყავი უკვე ორი კაცი დამეწია რა უკან მეაც გაჩერდით საქმე გვაქვს. ნიაზ ხალვაში, ქიბარ-ხალვაშის ძმა, პირადი მონაცემები, ავტომექანიკოსი. შპს არტის 7%-ის და ძმასთან ერთად შპს პრიზას 51%-ის მფლობელი. თვითონ აჭარის კონსტიტუციური საფრთხეების დეპარტამენტის უფროსი regulobda მონაწილეობას ჩვენს აჭერაში. პირველი შეკითხვა იყო, ჩვენი ძმა სად არის გამოგიდგეს. და ფული არის საჭირო. მე პრაქტიკულად ძევლად ამიყვანეს. მეუბნებოდი, რომ ეს ირაკლი ოქროაშვილის გირაოს თანხა იყო გადასახდელი. რომ ეს აუცილებელი და სასწრაფო იყო. ის რომ ჩვენ ვისჯებოდით იმისათვის რომ ესეთ ცუდ ადამიანთან მეგობრობდით რა. ეს თვითონ დათახალაია მეთხრა. დააგავეს ოქროაშვილი 25 სექტემბერს სახელმწიფო აცხადებდა რომ ჩემზე იყო ძებნა გამოცხადებული, მაგრამ როდესაც დასჭირდათ მომძებნეს დაინიშნა შეხვედრა კეზერაშვილთან. კეზერაშვილმა მითხრა რომ მე უნდა განამიხადა 10 მილიონი ოქროაშვილის გირაოს საფასური და 7 მილიონი ჩვენი კომპანიების ჯარიმა, რომელიც მისივე თქმით